სკვარას თემაც რო გავიხსენოთ ახლა ნაპოლიში მე 1-2 თამაში ჩაუვარდა და დავაბრალებ და ცუდი ფეხბურთელი იყო ეს მესმის და მისაღებია და მეც ეს პროფესია რო ავირჩიე ამის მზად ვიყავი და ვარ ხო გულშემატკივრის ნაწილშიც ეგ პრობლემა არა მარტო კლუბებში ნაკრების შემთხვევაშიც არის რომ როგორც კი წავაგებთ ეგრევე ხო აი თუნდაც ეხლა ნუ რაღაც ესპანეთთან ყველას არ ეხება კიდევ ერთხელ კი რა თქმა უნდა ყველას არ ეხება და 1-2 თვის წინ ჩვენი ნაკრები და აბა მიჭებოდა შარშან თუნდაც და ეხა აი ჩვენ საერთოდ ზოგადად ქართველებს გვახასიათებს ეგ რომ აი უცბად შეგვიძლია ავაღმერთოთ აი ცამდე ავიყვანოთ და მე პატარა ფეხის დაბრუნებაზე ჩვენ ვიყავით და რაკენით. აი სანამ ეს განწყობა და ეს მიდგომა იქნება, რომ ჩვენ მოვედით და აბა რაკენით. ანუ ეს უფრო ჩასაფრებულ პოზიციას უფრო გავს, ვიდრე რაღაცა გულნატკელ ანთებულ ქართველს, რომელნიც მართლა იყო და გიგულშემატკივრა და არა. ნუ რა თქმა უნდა ყველას ეს არ ეხება, ერთად დამიფარო, ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც, მაგრამ ძალიან ცუდად მომხდა ეს. ანუ აი ეგ მიდგომა რომ იცი რა მოდი ჩვენ ყველამ ერთად ხო თანხდებით რომ ყველას ბრალია ეს თუ საქართველოს ეროვნული ლიგა დღეს არ არის ჩვენ რაც გვინდა კიდევ ვიმეორებ ჩემიც თქვენიც სხვა მედიის წარმომადგენლების მაყურებლის ყველასი და თუ ამაზე თანხდებით მოდი ეგ ნუ იქნება აი მე მოვედი და შენ რაკენი მე კიდე მოვალ გიგულშემატკივრებ მე არ ვიცი ეს ჩემი სიამოვნება უნდა მივიღო ამით. ეხლა მოდი ვთქვა, აი ისე რა მოვედი და ვერ მივიღე. ხო, მაგრამ ის არ არის სწორი ფორმა, რომ მე მოვედი და შერაკენი. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.